ჰიტლერი მანდამაინც დაზვერვას არ უყურებდა კარგი თვალით და მეორე მათი მთავარი დაზვერვის სამსახური რაც იყო აბვერი, რომელიც უფრო იყო ლეგენდარული ადმირალი კანარისი, თვითონ მას ჰიტლერი არ უყვარდა და ეხლა ეს უცა მეოთხე ტომზე მუშაობ, აშკარა იკვითება, წყაროებიდანაც წავიკითხე რომ პრინციპში საბოტაჟით იყო დაკავებული ეს კანარისი, უშლიდა ხელს გერმანიას წარმატების მიღწევაში. მაგალითად ფრანკოსთან მოუბარგებლად ჩავიდა, უთხრა რომ არაფერი არ დაუთმო ჰიტლერსო. ხოდა ეს სიტუაციაში როგორ უნდა იმუშაოთ? ამიტომაც სუფთაზე მოუგო, მაშინ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დაზვერვამ გერმანიის დაზვერვას სუფთაზე მოუგო. ხო. და გენიალური ოპერაცია ჩაატარეს ბრიტანელებმა მეორე მსოფლიო ომში. ებანში დაეხმარათ ის რომ გატეხეს ენიგმა გერმანელების ვითომ მათი ჭუით გაუტეხავიკოთ ინგლისელებმა გადახვეს ფილმიც ყوار მაგას კებატონ imitation game გენიალური მათემატიკოსი და წინასწარ იცოდნენ თითქმის ყველაფერი და მათ შორის იცოდნენ როცა ის რომ გერმანელებს ამადამ დღეს ინგლისის ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამადამ ადგილას უნდა გადაესვათ ჩუმად აგენტი ვიღაცა ვითომ ინგლისელის იანდურის გერმანიის დაზვერვის ოფიცერი თავისი რაცი და ასე შემდეგ ხვდებოდნენ იმ ადგილას დაიჭერდნენ მერე წაიყვანდნენ და ეთყობდნენ თუ არ გინდა რომ ეხლა თავი მოგაჭრა რა ვიცი გააგზავნე დეზინფორმაციას გერმანიაში გადაიყვანეს თავის მხარეს თითქმის ყველა და გააგზავნეს ყველას დეზინფორმაცია გერმანიაში და ოპერაციას დაერქვა double cross ეს იყო სასწაული ოპერაცია და გერმანელებმა ბოლომდე ვერ გაიგეს რომ ეს ისინი თულსაგ ისე დონეც ატარებდნენ ინგლისელები ამას რომ გერმანელებმა ბოლომდე ჭამეს ბოლომდე აქ იყო ორი მიზეზი ერთი შიდა გერმანიის პრობლემები და მეორე რომ გერმანელებს ბოდიში ინგლისელებს მეტი გამოცდილება ჰქონდათ ამ საქმეში